დილამშვიდობის მეგობარო, როგორ ახარ? რაგჭირს რა შეწუხებული სახით მიყურებ? ერჩალიჩო პოდილიდან ფულს. თამაში უფრო მაგრად გინდა თუ გაიგე? არ დაიღალე მეგობარო, ერთი და იგივეთი? ნახე გარეთ გაიხედე რა მაგარი ამინდია, მზიანი ამინდია, სიწყნარე სიმშვიდე. მილიონი შესაძლებლობები გაქვს ახლა რაღაცა რო გააკეთო. და შენ რაზე ფიქრობ ახლა და 50 თეთრიანი დაგატრიალებინოს რაღაც სლოტებზე? თუ ქსინის გაკეთება გინდა? ეს არ დამთავრდება მეგობარო, არასოდეს არ დამთავრდება, ესე იქნება ყოველდღიური და წუნწუნი უკმაყოფილო სახე. არ დაიღალე ამ დილით 50 ლარის ჩალიჩით. მოტყუებით სხვაზე ხვეწლით, რამდენი კაცს უნდა მიწერო დღეს? დღეს რა დილით უნდა მიწერო ეხლა? თუ რამე და მე ოჯახის წეროს უნდა დაადგე, ხო? სახში ხარ გმურივით ალბათ, ხო? უბრალოდ ხარ სახში, ეს ოთახი რო გაგერთენ აქირავები ადამიანს, რაღაც საძინებელი ეგრე ხარ ალბათ შენც. შეცვალე მეგობარო, დაიწყე დღეს უკვე იმაზე ფიქრით კი არ დაიწყო, რაღაც ოსასუნა ფენერბახჩეს ერთიანი როგორ დაწერო, ან რაღაც პირში ნადები ქსინი როგორ გაიგეთო, ან რაღაც ბინძურ ვანაში გაკეთებული მეტადონ. იმაზე იფიქრე მეგობარო, იმ მდგომარეობიდან როგორ გამოხვიდე, ხო უკმაყოფილო სახით რომ მიყურებ, შეკრული წარბებით. გულში წაბოხვა წატი შენი და რაღაცეებს ამ. მეც ვიყავი მეგობარო შენ ადგილას. ვაფშე არ გეღადა, მეც ვიყავი შენ ადგილას და ზუსტად ვიცი ახლა რანაირი სახით ხარ, რას ფიქრობ და ასე შენ. უბრალოდ აგეხმარო მინდა, უბრალოდ გიზიარებ, გამოცდილებას გიზიარებ სიტუაციას, რომ შეგიძლია მაგ მდგომარეობიდან გამოსვლა და გახსოვდეს ახლა იქ სახში რო წევ ხა კარებზე არავინ არ დაგიგაკუნებს მეგობარო და არავინ არ მოვა შენს გადასარჩენად. აი გახსოვდეს რომ სამყაროს ფეხებზე კიდია ახლა შენ როგორ ხარ. კარგად ხარ, ცუდად ხარ, ჯანმრთელად ხარ, ლომკაში ხარ, მუცელი ტკივა, ვალი გაქვს. ვაფშე ყველას ფეხებზე კიდია. ერთადერთი შენ უნდა გადარდებდეს ხო შენ მდგომარეობა. შემოუძახი შენთან, წამოვდექი ახლა მიიღე რაღაც კონტრასტული შხაპი მიიღე. მადლიერება უთხარი სამყარო ცოცხალი რო ხარ. შენს ოჯახის წევრებს გადახედე, ხო და მერც მადლობა უთხარი, რომ კარგად ყვანა. მაცივარში შეიხედო, რომ თუნდაც 1-2 წელი კვერცხი თუ კიდევს და ერთი ნაჭერი ყველი, მადლობა უთხარი, მერც რომ ესეც გააკ დღეს. იმ ცხოვრები და გამომდინარე რა ცხოვრებით შენ ცხოვრობ, ესენი არ უნდა კონდეს წესით, ხო? ამიტომ მეგობარო, ყველაფერს შეძლებ, შემოუძახე შენ თავს და აიღე პასუხისმგებლობა. მე გისურვებ მეგობარო სიმშვიდეს და პოზიტიურ დღეს.